შავი ფული და სიყვარული. ტუალეტი სად არის? წამოგზანდით. არავინ შემაწუხოს. კომისარ ომერ? სანთებელად ამივარდა. განსვენებული მამა ჩემის სახსოვარია, რომ და მე კარგა გული დამწყდებოდა. კაბინეტში არავინ დამხვდა. მაპატიეთ უნებართოთ რომ შემოვედე. უკაცრავად. ეს არ გაგვიმართლა. ხელსარიელები ბრუნდებით. თევზაობა მოთმინებას მოითხოვს. ცხოვრებაშიც ასეა. ვინც ითმენს ის იგებს. მართალია. წამოდი სახლში წაგიყვან. თან გზაში ვილაპარაკებთ, რა სიტყვი. ამბობდი თავისუფალი ხარო, მაგრამ გვერდიდან არ მშორდები. ცუდი რა გითხარე. არ მინდა თვითონ წავალ. გადაუდებელი საქმე რომ არ მქონდეს ფეხით გავივლიდით. მამაშვილურად ვილაპარაკებდით. არ მინდა ფეხით სიარული არ მიყვარს. ენა მოხვილი ხარ მეთინ. ეს ყოველთვის მომწონდა. ამაშიც მე მგავხარ. რა თქმა უნდა. თავს გაუფრთხილდი, კარგი? დედას მოკითხვა გადაეცი. ნახვამდის. შენ ხარ დამიკო? შეგშურდა მე და მამა სათევზაოდ რომ წამოვედით და ამიტომ გვითვალ თვალებ? უნდა ვილაპარაკოთ.
მარცხნივ გააჩერე, მარცხნივ. გაჩერდი. კომისარო, შეტაკება ხომ არ მოხდება. 5 შვილი მყავს, არ დამღუპოთ ხო? დამშვიდდე, ახლა შეტაკება არ იქნება. მერე ვნახოთ. დედა. შვილო, დედა, აქ რა გინდა, რატომ მოხვედე? შენი და ელიფის ამბავი მაინტერესებს. ვერაფერი გავიგე. დაჯექი. ტელევიზიით გადმოსცეს. ელიფი როგორ არის? ნახე? ელიფი იზოლატორშია, დედა. ნახვის უფლებას არ მაძლევენ. არ ვიცი როგორაა. ალაჰი სამართლიანია, გაათავისუფლებენ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ამას ნუ ამბობ, შვილო. ასეა, დედა, ასე. ზედმეტად გავრისკე. სერიოზული შეცდომა დავუშვე. ელიფის საფრთხეში ჩავაგდე. ზოგჯერ ადამიანი წინ არ იხედება. რეალობას ვერ აღიქვამს. დედა, ვიცი რომ მართალი ვარ, მაგრამ ის ხალხი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ყველაფერს ისინი მართავენ. ამას დღეს მივხვდე. ალაჰზე ძლიერი არავინაა, შვილო. ილოცე და ძალას ის მოგცემს. თავარი არ დანებდე. რწმენა არ დაკარგო. შენ და ელიფი არ უნდა დანებდეთ. თუ იბრძოლებთ, ვერავინ დაგამარცხებთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ. დედა, რა კარგია რომ მოხვედე. მოიცადე თქვენთვის რა მაქვს. ელიფს საჭმელი მოვუტანე და კიდევ მოსასხამი. მოვუხსოვე რომ არ შესცილდეს. გამომართვი. ალაჰის რწმენა არასდროს დაკარგო, შვილო. დედა, შენ სახლში წადე. სასწრაფო საქმე მაქვს. ესენი არ დაძდაუტოვე. დაგირეკავ, კარგი? ნილოფერს უნდა ელიფთან დაკავშირებით დაგილაპარაკოს. სად არის? სახლში. ესე იგი ვერ ვნახავ. როგორმე გამოვიყვან და შეხვდებით. არავინ დაგინახავთ. ნუღელა ომერმა არ იცის. შენი დახმარება სჭირდება. გონი სულ გააფრინე. ნილოფერს საკუთარი ნებით მithმობ? გაგიჟდე? თუ რამე სხვა გაქვს შაფიქრებული? არც გიჟი ვარ და არც რამე მაქვს შაფიქრებული. ნილოფერი მიყვარს. სულ ესაა. მაგრამ შენ სიყვარული სხვაგვარად გესმის. ამიტომაც დაეჭვდე. წარმოდგენა არ გაქვს ნამდვილი სიყვარული რა არის. საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის შეიძლება მტერსაც კი გაუწოდო ხელი. ეს არის და ეს. გაგიმართლა ფათიჰ. შენ შეშლილ ძმას პოეტური სული ჰქონია.
Taxi! Ugan gახევი, ჩქარა. ჯანდაბა. გამიშვი, მე თვითონ. ჭკვიანად იყავი. როგორც მიბრძანებ. მომისმინეთ, ადვოკატის ნახვა მინდა. პროკურორი როდის შემხვდება? რისი მიღწევა უნდათ? დრო რომ მოვა შეგატყობინებთ. ეს მის შემომიგდო. გაჩუმდით ორემ პროკურორის ლოდინი კიდევ დიდხანს მოგიწევს. მაგმანტოში რამდენი გადაიხადე, ძალიან ლამაზია. ხელი გამიშვი. კარგი ერთი. რას იკბინები? უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა. ელიფ. ჩემი სახელი საიდან იცი? მე საადეთი ვარ. შუამავლად გამოგზავნეს. შენზე კიდევ ბევრი რამ ვიცი. კომისარო, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ. სამუშაო დღე მთავრდება, პატრონს რა გადავუხადო. ტაქსომეტრი ხომ ჩართულია. გადაგიხდი. ერთი სიმითი მაინც მომეცი, ძალიან მშია. თავს ვეღარ ვიკავებ. მიერთი ბიძია, შეგერგოს. ხომ არ გენანება? არ მენანება, ჭამე. ჯანდაბა, ვერაფერს ხედავ. შენ ხედავ რამეს? მანქანაში ვინზეს, რამდენი არიან, როგორ გამოიყურებიან? შევარდენი ხომ არ ვარ, რომ ასე შორს დავინახო. დურბინდი მაინც გქონდეს. სიმითის ნაცვლად ჯობდა ის სამოგეღო. თუმცა ესეც კარგია.
ბიძაჩემო, ახლა იმ მანქანას სწრაფად ჩაუარე, ოღონდ არ შეანელო. როგორ ვერ გავიგე კომისარო? რა ვერ გაიგე, სწრაფად ჩაუარე, მე კი შევეცდები დავინახო ვინ ზის. კი, მაგრამ როგორ? პირდაპირ იარე, მიდი. აქ არის, გელოდება. მერტ. გმადლობ. მე აქ ვიქნები. გამარჯობა ლამაზო. გამარჯობა. თურმე დაზე უნდა დამელაპარაკო. შენი დახმარება მჭირდება, ფათიხ. შენ ძიცი რომ უდანაშაულოა. ასე ჩემ გამო მოიქცა. შენ აიძულე. არ ვიცოდი შენი და ასე ძალიან თუ გიყვარდა. შენ არ გადანაშაულებ. უბრალოდ დახმარებას გთხოვ. ჩემი და უნდა გადავარჩინო. თუ დააპატიმრებენ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ვერ ვაპატიებ. რა მეიღონე, ფათი? თუ მართლა გიყვარვარ, ჩემი და გადაარჩინე. კარგი, ამაზე ვილაპარაკოთ. კარგი, მაგრამ ჯერ ჩემი ჯერია. მე უნდა მომისმინო. საუბარს აზრი არ აქვს. ჯერ ხომ არ იცი რის თქმას ვაპირებ. ვიცი. სულ ერთსა და იმავეს იმეორებ. მარწმუნებ რომ შენი ვარ და შენ უნდა დაგემორჩილო. ნილუფერ. ასე არ არის? ნილუფერ. ტყუილია? შეიძლება სხვა სიტყვებით, მაგრამ დაახლოებით ამას მეტყვი. ცდები ლამაზო. იმიტომ მოვედი რომ თავისუფლება დაგიბრუნო. თუ აღარ გინდა ჩემი ცოლი იყო, ნუ იქნები. არანაირი ვალდებულება არ გაკისრია. მართალი ხარ, იძულებით თავს ვერავის შეაყვარებ, ეს მეც ვიცი. მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ შენ შეიცვალე. ამიტომ ძალას არ დაგატანო. ვინ გამოგზავნა? თაიარმა? ეკითხები, თაიარმა გამოგზავნა? მე რა ვიცი ვინ არის თაიარი. შეფის სახელი საიდან მეწოდინება? გეტყვი რაც დამაბარეს. ისაბუთი, შენი აღიარებითი ჩვენების დახევა რომ გინდოდა. საიდან იცი? მომისმინე. ისაბუთი შენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გარანტია. დები ყოლია, თანაც ორი. და რაც მთავარია, შეყვარებულიც. მგონი ომერი ჰქვია. იმ დღეს ბეწვზე გადარჩენილა.
მისი ოჯახის ყვარებია. რთულია, როცა ბევრი ძვირფასი ადამიანი გყავს. მათ უნდა გაუფრთხილდე. მათზე უნდა ისრუნო. რა ხდება? მე მუქრები? არ გესმის? გეუბნები შუამავალი ვარ მეთქი. მუქარა რა ჩემი საქმეა. შენი მოსმენა აღარ მინდა. მე კი ერთი სული მქონდა როდის გნახავდი. მოიცადე, არ დამავიწყდეს. ძლივს დავიზებირე. კიდევ რა იყო? ხო, გამახსენდა. აი რა მითხრეს. თუ საყვარელი ადამიანების ბედი აღელვებს, აღიარებას ხელი მოაწეროს და დანაშაული საკუთარ თავზე აიღოსო. ამდენ სისულელეში ლამის მთავარი დამავიწყდა. მაგარია. მოკლედ, ხელს მოაწერ. რამდენიმე წელი ციხეში იქნები, შენს ოჯახზე ისინი იზრუნებენ, არ ჩემი ფირმა დაზარალდება. მაგრამ თუ არ მოაწერ, ამ შემთხვევაში შენ აირჩევ. საყვარელი ადამიანებიდან პირველი ვინ უნდა მოკვდეს. მეთაურო ვიპოვე. მივხვდით აიარმა პროკურორი როგორ მოისყიდა. ნედიმივით მის შვილსაც მე აღარ მეხება ომერ. მორჩა, გამოთავისუფლეს. იზმირში დამნიშნეს, კანცელარიაში. რას ამბობთ მეხუმრებით? ხომ გეუბნებოდე? ძალიან საშიში ადამიანია მეთქი. მაგთაიერს გაჩენის დღეს ვაწყევლინებ. მოიცადე ომერ, მოიცადე. ომერ. აღიარე რომ დაუმარცხდით. თქვენ მაინც ნუ მეუბნებით ამას. დაუმარცხდით ომერ, ძალიან შევცდით. ყოველთვის თვითონ აბიჯით გვასწრებდა. ბოლოს კი კედელთან მიგვაყენა. მის სააშკარაოზე გამოყვანას ვცდილობდით და პირიქით გამოგვივიდა. იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა. თაიერს რამდენჯერაც მივუახლოვდით, იმდენჯერ დაუმარცხდით. ამჯერადაც იგივე მოხდება. ბრძოლას აზრი არ აქვს ომერ. ამას ნუ მეუბნებით. ნუ მეუბნებით მეთაურო. არ დაუმარცხებულ ვართ. იმეც თუ არ დაუკარგავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ის კაცი დამნაშავეა და ეს უნდა დავამტკიცოთ. ძლიერია ომერ, ძალიან ძლიერი. სამწუხაროდ ამ ძალას ჩვენი თანამშრომლებისგან იღებს. ვიდრე მაგ მოღალატეებს არ ვიპოვი, ვერ მოვისვენებ მეთაურო. მართალი ხარ. იბრძოლე ომერ, არ დანებდე. ყველა სისტემაშია გამყიდველი. ეგ გარეწრები ყველაფერს იკადრებენ. სიმართლეს დატყუილს ერთმანეთში აურევენ. მაგრამ არ დაგავიწყდეს. ჩვენ სამ სისტემის წევრები ვართ ომერ. თუ არ დავნებდებით და თავს არ დავუხრით, სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც იზეიმებს. იზმირში გადაყვანით თქვენი გატეხვა უნდათ. და ასე იფიქრონ. ამჯერად უძლურები ვართ. გამოთავისუფლეს, ხელი დამიქნიეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს. პატიოსან ხალხს თავის გატანა ყოველთვის უჭირს. მეც გამიჭირდა. მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. კარგი. აბა შენიცი ომერ. თავს გაუფრთხილდე. დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამ. შეეცადეს იმშვიდე შეინარჩუნო და რეალობას თვალი გაუსწორო. შენ კეთილსინდისიერი, პატიოსანი პოლიციელი ხარო. შენნაირები ძალიან გჭირდება. დროებით. დამთავრდა. სამჯერ გამეორება განქორწინებას ნიშნავს.
დამთავრდა. დღეიდან თავისუფალი ქალი ხარ. თუ ასეა, უბედური რატომ ვარ? გული რატომ ტკივა? სუნთქვა რატომ მეკრის? მე შენ ისევ ვიცი, დღემდე გიყვარ ვარ. მაგრამ თან ფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. ჩემი არ გჯერა და არ მენდობი. მე კი ჩემი მზე მგონი ხარ. ჩემი მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც გზას მინათებს. შენ ჩემი ნათელი ნაწილი ხარ. ჩემი სინდისი და ჩემი რწმენა. არ გიბრაზდები. არ მინდოდა, მაგრამ უსამართლოდ გექცეოდე, გაწვალებდი. ნანობა. მაგრამ დროს ვეღარ დავაბრუნებ. Ama inan şu an გეფიცები ახლა ძალიან გულწრფელი ვარ. çırılçıplak karşındayım. ნილუფერ. მე გადაწყვეტილება მივიღე. ჩემ გვერდით ბედნიერი ვერ იქნები. თილისმა დამიბრუნე და ყველაფერი დამთავრდება. ვერ მოგცემ. ნუ წამართმევ. Hadi მომეცი ნილუფერ. შენ დაიწყე და შენ დაამთავრე. სიტყვის უფლებაც არ მაქვს. bu her ეს ყოველთვის ჩემთან იქნება. kızım კომისარო, biz seninle ჩვენი კოლეგა ხართ. Çiğdem ჩერდემანიმი ოჯახის დანგრევაში გადანაშაულებთ. რა სიტყვით? Evet komiserim. დიახ, კომისარო, გისმენთ. იმედია თავის გამართლებას შეძლებთ. რა ხდება? რატომ გაჩუმდი? დამნაშავე ხარ და იმიტომ. ჩიხდემ ჰანიმ. რას ეკეთებთ? სიჩუმე, თორემ დარბაზიდან გაგაძევებთ. Devam edin. გისმენთ. მართალი ბრძანდებით, ბატონო მოსამართლებ. Ben de sizin gibi თქვენსავით მე სამართლიანობას ვემსახურები. polis memuruyum. Bu kürsüye პატივს გცემთ. saygım da sonsuz. ამიტომ ტყუილის თქმას არ ვაპირებ. Bir an bile düşünmedim. Çiğdem ჩიხდემ ჰანიმი beni ოჯახის დანგრევაში მადანაშაულებს. არ დაგინგრევია? ama bilmiyorum. მაგრამ არ იცის რომ ჩვენ Yani Arda ile არდა და მე yıllardır წლები ერთმანეთს ვიცნობთ. ta akademi. ჯერ კიდევ აკადემიიდან. Biz polisler Ჩვენთვის, devram demek. პოლიციელებისთვის Yani მეგობრობა წმინდათა წმინდა გრძნობაა. მათი ერთად ყოფნის პერიოდში ისეთი არაფერი ჩამიდენია, რაც მათ დააზარალებდა. bir ilişkim ურთიერთობა არ გქონია. Sonrası მე რა მოხდა? yani ჩერდემანიმი და არდაბეი ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი დაშორების შემდეგ არდაბეისთან ურთიერთობა გქონდათ? anlatması ძნელია ამის ახსნა, მაგრამ შევეცდები. biliyorum. Biz Arda ile წლებია მე და არდა ერთად ვმუშაობ. bağlıyızdır. Ta აკადემიიდან მოყოლებული. ama ben მაგრამ korkak სიმხდალე გამოვიჩინე და
შევეცადე გრძნობები გულში ჩამეკლა. არ არ დასაც გავეკეცი კენდმან და საკუთარ თავსაც. ამა მაგრამ ვერ შევძელი. Kızım. შვილო, იმ კაცთან ერთად ხარ თუ არა? დილემ არ ვარ. არ ვარ. ამა მაგრამ ჩიღდე მანიმი მართალია. მე მე არ დამიყვარს. თანაც გაცნობის დღიდან. ალაჰმა დაგწყევლოს. გესმით ბატონო მოსამართლე. ყველაფერი აღიარა. გაჩვენდით. არ გავჩუნდები. დამშვიდით, გთხოვთ. ამ უნამუსოს უყურეთ, ტირის კიდეც. რაღაც ელოდებით, ყველაფერი აღიარა. ოჯახი დამინგრია. არ უნდა დაისაჯოს? დასაჯეთ. წამოდი. მომისმინე, კარგად დაფიქრდი. 2 წელი მალე გავა. არ მოკვდები, ნუ გეშინია. ოჯახზე იფიქრე. ომერზე იფიქრე. ხელი მოაწერე და დაისვენებ. დამეხმარეთ. ეს ქალი მემუქრება, მაეძულებენ. გთხოვთ, ჩემს ადვოკატს დაუძახეთ, გთხოვთ. ჩემს ადვოკატს დაუძახეთ. მაგრამ Eğer imza თუ არ მოაწერ, bir tercih yapacak. ამ შემთხვევაში შენ აირჩიე. Sevdiklerinden ilk საყვარელი ადამიანებიდან პირველი ვინ უნდა მოკვდეს. შენი დახმარება მჭირდება. რა მოხდა უმერ? ელიფი რომელ ნაწილში ხავთ? მარცხენაში. თოლგა, Benim bir şekilde ელიფი უნდა ვნახო. Allah kuş olup იქ ჩიტის ვერ გადაფრინდება შეუძლებელია. o zaman როგორმე დამეხმარე. mutlaka რამე მოვიფიქროთ. kaldığı იმ საგანს პატარა ფანჯარა აქვს, მაგრამ ბაღში მცველები დგანან. არავის უშვებენ. ელიფ, აქ ვარ. ომერ. 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 ელიფ, აქ ვარ. sesimi არ ვიცი ჩემი ხმა გესმის თუ არა. ახლოს მოსვლის საშუალებას არ მაძლევენ. bana başla. სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს ელიფ. Sesim sana gel. ხმაც რომ არ გესმოდეს, ვიცი რომ გრძნობ. Bir nefes. ჩემს სიახლოვეს გრძნობ. Evet. ო, დაგვაშორეს ელიფ. Gözlerini არ შემიძლია თვალებში გიყურო. yasak. შეგეხო, შენი სუნთქვა შევიგრძნო, მაგრამ მაინც ხედავ. Masam da görürüm ben seni. Sen ვიცი შენს მხედავ. გრძნობ რომ ახლოს ვარ. ელიფ, შენი სახე სულ თვალწინ მიდგას. შენს რემლებს ხედავ. შენს გაფითრებულ სახეს. o güzel შენს ლამას ხელებს. iç çekişini სუნთქვას ვგრძნობ. ახლა ერთმანეთისგან შორს ვართ, მაგრამ ეს დროებითია ელიფ.
გთხოვ, არ შეგეშინდეს, გესმის? არ შეგეშინდეს. თუ საჭირო გახდება, სიცოცხლეს დავთმობ და მაინც გაგათავისუფლებ. შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ. დღემდე ვერაფერმა გაგტეხა. ციუმა საკანმაც არ უნდა გაგტეხოს, ელიფ. სინიორინა, ჩემი ყოველთვის გჯეროდა. წმენა არ დაკარგო, კარგი? ომერ, სად ხარ? ომერ. კომისარო ომერ, რას აკეთებთ? რა გინდა? კომისარო ომერ, ფანჯარას მოშორდით. თავი დამანებე, გთხოვ. ომერ. ელიფ, აქ ვარ. ნუ გეშინია, ელიფ, გადაგარჩენ. ფანჯარას მოშორდი. ელიფ, ვერ დაგვაშორებენ. ძალიან მიყვარხარ. არ წახვიდე, ომერ. არ წახვიდე. გთხოვ. გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.